თბილისი 2 დღის განმავლობაში აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობდა. ტრადიციად ქცეული ფორუმი მიზნად ისახავს დიალოგის გაღრმავებას ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური შესაძლებლობების განხილვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა გლობალური ეკონომიკა და ვაჭრობის არქიტექტურა სწრაფად იცვლება. ამ რეალობაში საქართველოს ამ ფორუმით კიდევ ერთხელ ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი როლი, როგორც შუადერებნის ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. აჩვენოს მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობა, როგორც ენერგეტიკულმა და ლოგისტიკურმა ჰაბმა. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. რა გზავნილები გაკეთა ფორუმზე და როგორ უყურებენ ჩვენს შესაძლებლობებს გლობალური მოთამაშეები. ლევან ვეფხვაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, ჩვენი დღევანდელი პირი ეთერის პირველი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს უმასპინძლა საქართველოს ამ 2 დღის განმავლობაში. წარმომადგენლობებითი დელეგაციებით, რაოდენობით და მათ შორის თავად იმ განცხადებით, რომელსაც ამ ფორუმის სხვადასხვა პანელის პირობებში ვისმენდით, საკმაოდ კარგი გზავნილები იყო. ბიზნესის გადმოსახედიდან რა შესაძლებლობაა ეს ფორუმი ჩვენთვის და ყოველთვის ასეთ დროს მნიშვნელოვანია ხოლმე შედეგებით ლაპარაკი, ხო? რას ელოდებით ბიზნესი ამ ფორუმისგან? ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ შეიძლება პირდაპირ ესე ბიზნესი არ ჩანს პანელურ დისკუსიებში, მაგრამ ბიზნესი მინდა გარწმუნოთ, რომ არის ნომერი პირველი ბენეფიციარი იმ შედეგების, რაც ამ ტიპის ფორუმებს მოყვება. ეს არის კავშირების ზრდა და მეტი კავშირი და მეტი კომუნიკაცია აჩენს მეტ შესაძლებლობებს საინვესტიციოს, ახალი პარტნიორების გაჩენას, ახალი პერსონალური ურთიერთობების გაჩენას და ალბათ დასამალი არ არის, რომ პირველ კურსზე ასწავლიან უკვე ამას, რომ ბიზნესი კეთდება ურთიერთობებში, ნეტვორკინგში, რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გაქვს, მით მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს ცხადია, ამ ნაწილში თორსა ასეთი მაღალი ფორუმია და ამდენად მაღალი წარმომადგენლობაა და ამ ადამიანებთან შენ პირისპირ შეგიძლია კომუნიკაცია. სწორედ ეს არის ის პოტენციალი, რომელსაც მე უკვე ყველა კომპანია იყენებს და მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობდით, რომ ინფორმაცია ყოფილიყო ჩვენს წევრ კომპანიებში, ბიზნესში, ჩართულიყვნენ, იყო ძალიან ფართო წარმომადგენლობა ქართული კომპანიების, მათ შორის იყო ორმხრივი ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა, იცით რომ ბილტბორი დაეთმო ცალკე ორმხრივ შეხვედრებს და მე რამდენჯერაც გადავედი ბილტბორში, მუდმივად ხედავდი ჩვენ წევრ კომპანიებს, რომლებიც იქ ელოდებოდნენ თავის პარტნიორებს იმ პოტენციურას თქვათ პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც ხვალდაზე, რომელთანაც შეიძლება გაჩნდეს ახალი ბიზნეს კომუნიკაცია. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი დღე ან 2 დღე არის გადამწყვეტი, მაგრამ მაღალი დონის კოლგის ქვეშ ესეთ ტიპის შეხვედრები დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ სასიკეთო, ასე ვთქვათ, შედეგს იძლევა. თვითონ ეს ფორუმი თავისი არსით, შინაარსით, ის რომ აბრეშუმის გზის ფორუმი და რეალურად ამ გზის ნაწილად მივიჩნევ საკუთარ თავს, ძალიან ლოგიკურადაც, თუმცა ამბიცია რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, ამდენად რეალურად განხორციელებადია, ეს ალბათ ეს ხორციელდება. ხო, სწორედ ამის პროცესი მიდის, თავარი არის რომ იმ თქვათ მოთხოვნას, რომელზეც შეიძლება დღეს უკვე არსებობს, ჩვენ ჯეროვნად უპასუხოთ, მათ შორის ვუპასუხოთ ინფრასტრუქტურით, ვუპასუხოთ არა მარტო საქართველოს, საქართველოს ხო ერთი ქვეყანა ვერ არის, ანუ ამ ფორუმის ხიბლის სწორედ ეს არის, რომ შენ რაც არ უნდა გააუმჯობესო, შენ რაც არ უნდა გააუმჯობესო შენი ინფრასტრუქტურა, რაც არ უნდა ახალი პორტები და გზები ააშენო, თუ აი ამ მარშრუტზე არსებული ქვეყნები არ წამოყვებიან, შენ მუდმივად პრობლემის ქვეშ აღმოჩნდები და გექნება არასწორი ინვესტიცია განხორციელდეს, ყველა დახარჯავ ამ ფულს. ამიტომ ეს რომ აი ამ მარშრუტის გასწვრივ, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, რომელსაც შუადერეფანი ქვია და რომელზეც ძალიან ბევრი საუბარი იყო, ცხადია, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც იყვნენ, რომლებიც არიან ტრანსპორტის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ყაზახეთი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ყაზახეთი, უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი ძალიან მაღალი წარმომადგენლობა იყო და შესაბამისად ამ მარშრუტში ძალიან კარგად უნდა დავინახოთ, რომ კოორდინაციის და საერთო მიდგომების გარეშე წარმოუდგენელია ის, რომ მაგალითად ერთი სატრანსპორტო კომპანია ფუძნდება ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის მონაწილეობით, ნიშნავს, რომ
ამარტივებს სატარიფო პოლიტიკას აი ამ მარშრუტზე ძალიან ბევრი კომპანიისთვის, რომელიც გადაზიდვებში მონაწილეობს და მით უმეტეს იმათი, ვისი თვითის გადაიზიდება. ამიტომ მსგავსი ტიპის კომუნიკაციები და კონტაქტები არის მეტი შესაძლებლობა აი ამ დიალოგისთვის მათ შორის ქვეყნებს შორის და მაღალი თანამდებობის პირებს შორის. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პანელი იყო, ერთი თქვენთან ახსენეთ შუადერეფანთან დაკავშირებული, მეორე იყო ენერგეტიკული პანელი და ასევე იყო საინვესტიციო, რომლის მთავარი მომხსენებელი და სპიკერი, ასე ვთქვათ, იყო ცნობილი მილიარდერი და MR ჯგუფის დამფუძნებელი და სწორედ მან თქვა ძალიან რამდენიმე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფრაზა და ერთ-ერთი იყო მისი ფრაზა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა და მე ამ შესაძლებლობას ვიყენებ და გამოვიყენებ. კარგი გაგებით. რეალურად ფაქტურად მას ხომ მთელი ამ ფორუმისთვის აი ეს ერთი გამოსვლა ბიზნესიდან დანახული იყო, მათ შორის არა მარტო ქართული, არამედ მსხვილი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უყურებდნენ, ისმენდნენ მათთვის, რომ ამ ხელა ჯგუფი ამ თანხას დებს და ხსნის რატო დებს და ისე საინტერესო და ისე ასე ვთქვათ დეტალებში ახსნა რატო მოეწონა საქართველო, რატო გადაწყვიტა ჩალოსვლა, რატო გადაწყვიტა ამ ხელა ინვესტიციის განხორციელება, რომ ეს არსებობს სკეპტიციზმი, რომ ჩვენერი პატარა ქვეყანა მათთვის რატო არის საინტერესო და მისაღები. ეს პირველი კითხვა იყო ამ პანელზე. რატო გადაგწყვიტე პატარა ქვეყანაში ფულის ჩადება და მან ძალიან ხატოვნად და მარტივად და ძალიან ლამაზად უპასუხა მე ის ქვეყანა საიდანაც მე მოვდივარ ის ქვეყანაც პატარა ანუ იდეაში არ არსებობს პატარა დიდი ქვეყნები არსებობს იმიტომ რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში უკვე კავშირები და დაკავშირებულობა იმდენად გაიზარდა რომ ეს ქმნის უფრო დიდ სივრცეებს და შესაძლებლობებს ბიზნესისთვის განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისთვის ამიტომ ეს ქვეყანა საქართველოს მე ბევრი რამის გამო მათ შორის მოსწონს და აღიარა კულტურა, ბუნება, მოსწონს ადამიანები, რომლებიც აქ არიან და ის იყო სწორედ ეს ფაქტორები, რომელიც მას გადააწყვეტინა, მაგრამ ეს აქ ხო ისტორია არ მთავრდება. ამ ერთი პროექტით ხო არ სრულდება, ასე ვთქვათ, ეს ისტორია. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც უყურებენ გვერდიდან და ხედავენ, რომ ასეთი პოტენციალის მქონე კომპანია, ამ ხელა რესურსების მქონე კომპანია, რომელიც ძალიან ფრთხილად ცხადია, ყველა ძალიან ფრთხილად უყურებს ინვესტიციებს, დებს ამ ხელა თანხას, ნიშნავს ეს არის ადგილი საინვესტიციო. და ამდენად იყო საყურადღებო, საინტერესო ყურადსაღები ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც ესწრებოდა, მათ შორის ევროპული კომპანიები იყვნენ, რომლებიც შეიძლება სამშენებლო სექტორში არ იყვნენ აბსოლუტურად წარმოდგენილები, არამედ სხვა სექტორები, მაგალითად ენერგეტიკა, ლოჯისტიკა და შემდეგ, მათთვის ეს არის მართლა გადამდები, ასე ვთქვათ, კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დაინახონ რატო შეიძლება აქ ინვესტიციის განხორციელება. შეიძლება თუ არა, დავუშვათ ეს ინვესტიცია ვერ განხორციელდეს, ანუ რეალურად ლაპარაკად დარჩეს და საქმე ბოლომდე არ მივიდეს. მიუხედავად მისი ამ დავუშვათ კომპანიის მასშტაბებისა, მიუხედავად მის მიერ განხორციელებული პროექტებისა, რაიმე ტიპის ხელისშემშლელი ფაქტორები ამ ნაწილს შეიძლება იყოს თუ არა და ამას იმის გათვალისწინებითაც ვკითხულობ, რომ სწორედ ის სტიმული, რომელიც ამ მსხვილმა ინვესტიციამ უნდა მისცეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და დანარჩენ ინვესტორებს ეს რომ არ დაიკარგოს და რომ არ აღმოჩნდეს რომ რეალურად ამ ხაერია ეს ყველაფერი. მე ძალიან რთული კითხვა და ფაქტურად ეხლა ჩავატაროთ გარკვეულწილად ამ პროექტის სუსტაძლიერებულ მხარეებზე ვისაუბროთ, ან ვისაუბროთ გლობალურ რისკებზე და ამ შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა ყოველთვის არსებობს რაღაცა ტიპის რისკი, იმის რისკის არსებობს რომ გავიდე პირობითად და ფეხი დამიცურდეს წავიქცე ხა, ნუ ამის რისკები ყოველთვის არსებობს, ხო გლობალური რისკები, მაგრამ ის რომ მაღალი ნდობა არსებობს ქვეყნისთვის და ის რომ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ხელა თანხის ინვესტიცია ამ ქვეყანაში დღეს უკვე მოცემულობაა და არა ოცნება და არა ასე ვთქვათ ჩვენი სიზმრები უკვე ფაქტია იმიტომ რომ გაიხსნა მათ შორის ოფისი ამ კომპანიის თბილისში მათ შორის თვითონ იყო გახსნაზე მათ შორის ძალიან საინტერესო გამოსვლა ქონდა გახსნაზეც სადაც ეგრეთ წოდებული მულტიპლიკატორის ეფექტით დაახლოებით მისი ვარაუდი თქვა რომ ჩემი 6 მილიარდი უდრის დაახლოებით 15 მილიარდ ჯამურ ინვესტიციას ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ თამდევი ეს თქვა ინვესტიციებია, იქ შუალედური შესყიდვებია და შემდეგ და ეს ყველაფერი მე ქართულ ეკონომიკაზე და საინვესტიციო გარემოზე აისახება, ამიტომ მოცემულობაა და რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. ეს ადამიანი ყავს უკვე ქვეყანაში, ფაქტია, უკვე არის ოფისი, უკვე არის რენდერები და სხვათა შორის
მან თქვა, რომ დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდა ამ რენდერების მოსამზადებლად, იმიტომ რომ საგულდაგულოდ არის ყველა ეს თქვა დეტალი გავლილი როგორც ჩანს შესაბამის კომპანიებთან. მე ვიცი მათ შორის ქართული კომპანიები, საინჟირო, არქიტექტურული კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მომზადებაში ამ დოკუმენტის, მათ შორის ჩვენი წევრებიც არიან ესეთი ტიპის კომპანიების სერვისის, რომლებიც საინჟიროს თქვა სერვისებს აწვდიან და შესაბამისად პროცესი მიდის და იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი წარმატებულად გაგრძელდება. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობოდა ენერგეტიკას და საქართველოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, ასევე ამ ფორუმის ფარგლებში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის უკვე განხორციელებული სამუშაოსთან დაკავშირებული პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი. მთლიანობაში საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი, შუადერეფანი ენერგეტიკული პოტენციალი, ამბიცია რომ ვიყოთ თუნდაც იგივე ტექნოლოგიური ჰაბი და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა დღეს. აი ეს ყველაფერი გაძლევ თუ არა ბიზნესს გარკვეულწილად იმის იმპულსს თუ სტიმულს, რომ რეალურად ეს პროცესები სწორად ვითარდება და საქართველოში ამ მიმართულებებში ფულის ჩადება რეალურად შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც იგივე ენერგეტიკაში საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც რეალურად ვერ შევთანხმდით ერთ ძალიან ცნობილ კომპანიასთან ჰიდროელექტროსადგურის შენებლობას და ამ შემდგომ. ანუ ეს რეალობა რომ რამდენად შეცვლადია ამ ტიპის ფორუმებით. პირველი შემიძლია გითხრათ, რომ აი ბოლოდან დავიწყებ ის კომპანია რო ახსენეთ, იქ ვერ შევთანხმდით ვის გულისხმობთ ალბათ. ფაქტია რომ სახელმწიფო ფაქტია რომ მოდი კომპანიასთან შეთანხმება კრიტიკულებიც ვიყო და ჩვენ თავსაც ჩაუღრმავდა და თქვათ რომ ვერ აუხსენით ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, ვერ აუხსენით რა ასე ვთქვათ რა იდგო, რა იყო სასწორზე. მეორეს მხრივ მოდი ასე ვთქვათ ზოგიერთმა სახელმწიფო ინსტიტუციამაც გარკვეული სისუსტე გამოიჩინა იმ კონკრეტულ სიტუაციაში, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილში და ეს იყო შესთომა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ერთი კარგი რაც მოხდა ეს არის რომ ძალიან კარგი მაგალითი მივიღეთ და იმედი გვაქვს საკუთარ შესთომაზე მაინც გამოვასწორებთ და სხვანაირად მივდგებით. ღევანდელი მენეჯმენტი, მათ შორის მთავრობას, პირველ რიგში მთავრობას გულისხმობ, მიმართულია სწორედ ამ ტიპის პროექტების მშენებლობისკენ და მათი გაცხადებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ცალსახად ვიცით, ეს არის მათ შორის იმ მსხვილი ორი პროექტის დასრულება, განხორციელება და დასრულება, რომელზეც მე ვფიქრობ არის დამოკიდებული დიდწილად მომავალში ქართული ენერგეტიკის განვითარება და პლუს ეს არის შავი ზღვის კაბელი, რომელიც შექმნის პირდაპირ კომუნიკაციას იმ ბაზრებთან, სადაც გადადინება გაყიდვა ელექტროენერგიისთვის იქნება ინვესტორისთვის ძალიან საინტერესო. შესაბამისად ეს ქმნის დამატებით мотивაციას საქართველოში ინვესტიციის რომ კიდე სხვა ტიპის ელექტროსადგურები აშენდეს და მივიღოთ ძალიან მდგრადი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც პირველ რიგში ჩვენ დაგვაკმაყოფილებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც დებისტური ელექტროსისტემა ვარ და მეორეს მხრივ გვექნება შესაძლებლობა საკმაოდ მაღალი ტარიფის მქონე ქვეყნებში გავიდეს ეს ელექტროენერგია და იქაც ბუნებრივია გაიყიდოს. არ არის მარტივი სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ უკვე კონკურენცია გაჩნდა, იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება სომხეთმა გახსნას აზერბაიჯანი თურქეთის სატრანზიტო გზა რაც აზერბაიჯანის ენერგორესურსების თურქეთში გატანა შეუწყობს ხელს. ამიტომ კონკურენცია არის, ამიტომ ერთადერთი რაც ჩვენ ექსკლუზიურად გვაქვს ჩვენ მზად შევხვდით ამ ტიპის გამოწვევებს არ ვიტყვი ეს არ არის კონკურენცია იმ გაგებით რაც შეიძლება პირდაპირ კონკურენცია იყოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სხვა შორის პრემიერმა ფაშენმა ბრძანა რომ ეს არ არის ერთმანეთთან კონკურენტული პროექტები, დაკავშირებული პროექტები. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ყველამ ერთად ვიხეიროთ, მაგრამ თუ ვიღაცა მაინც ჩათვლის რომ კონკურენცია არის, ექსკლუზიური რაც ჩვენ გვაქვს ეს არის შავი ზღვა და პირდაპირი დამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შეიძლება განვახორციელოთ და ამისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო ჯამში ეს პროექტი საკმაოდ რთული პროექტი, საკმაოდ ცოტა მაგალითი, რომ 2000 მეტრი სიღრმის მქონე არის ყველაზე ღრმა ადგილებში შავი ზღვა იცით, საკმაოდ რთული პროექტია თავისი. თუმცა ტექნიკური დასაბუთება უკვე გაკეთებული გვაქვსო? კი, ამიტომ ვიძახი რომ მარტივი არ იქნება მისი განხორციელება და სწორი პარტნიორები გვჭირდება, სწორედ მათ შორის ტექნოლოგიური, მათ შორის ფინანსური, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.
კი ბატონო და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ახსენეთ და კითხვა იყო რა გაძლევთ ოპტიმიზმს კი, ბატონო. და მარტივ რამეს გეტყვით ხო ბიზნესი უყურებს საკუთარი ფინანსური ნაკადებით პირველი კვარტალი იყო პოლიტიკური მიზეზებით მათ შორის საკმაოდ ასე ვთქვათ მოთხოვნა ბაზარზე პროდუქტებზე და სერვისებზე საკმაოდ დაბალი იყო და ჩვენი ბიზნესი ინდექსი რომელზეც ჩვენ ეთერში ერთხელ უკვე ვისაუბრეთ იყო დაწეული დღეს მეორე მესამე კვარტალია უკვე მესამე კვარტალში ვართ მესამე კვარტალიც გავიარეთ ბოდიში და ხედავთ რომ მესამე კვარტალში არის და იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა მოთხოვნა იზრდება ხდება ისეთ ტიპის განცხადებები რასაც უყურებთ არის ესეთ ტიპის კონფერენცია და იცი რა ეს რაღაცნაირად სპირალურად კიდევ უფრო აძლიერებთ ოპტიმიზმს და ამის შედეგი არის როცა ჩვენ ვეკითხებოდით ჩვენს კვლევაში რომ ინვესტიციის განხორციელების კუთხით აბა რას ფიქრობთ 65% უკვე ამბობს რომ მზად არის გააფართოვოს თავის წარმოება ახალი წარმოება დაიწყოს და ამ შემდეგ და ეს სწორედ იმ ოპტიმიზმის შედეგია რომელსაც ჩვენ ხედავთ და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ახლა ახსენეთ სწორედ ამ ოპტიმიზმის თემა მინდა გავაგრძელოთ თქვენ ახსენეთ რომ როდესაც ბილბორდში გადავდიოდი ხედავდი კომპანიებს პირისპირ შეხვედრებზე ან პარტნიორებთან რა უახლოეს პერიოდში იმ ინფორმაციით, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ფლობს, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ტიპის ამ გარიგებას, თუნდაც არა 6 მილიარდიას, მაგრამ მსხვილ ინვესტიციას და აი მიმართულებით რამე სიახლეს უნდა ველოდოთ. ხადია უნდა ველოდოთ, ამ ხრივ ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ პრეზენტაციაზე, მემორანდუმის ხელისმოწერაზე თავიდან და მე უკვე პრეზენტაციაზე და მე უკვე პროექტის დაწყებაზე ამის მომსწრენი გავხდები და დავესწრებით ყველანი ერთად. და ჩვენ აუცილებლად გავაშორებთ რა თქმა უნდა, სიამოვნებით. როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, როცა ბიზნესი ფართოვდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თითოეული გაფართოებული კომპანია არის მეტი სიამოვნებით დავუთმობთ ყველა დამატებითი შესაძლებლობები ბიუჯეტისთვის. ინფორმაციას და ასეთ ინვესტიციას ბუნებრივია პირდაპირ ეთერს. ლევან მეფხვაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.